რა არის მიზეზი და ამოცანა ირანის. მოდი აი ვნახოთ რუკა. საქმე მდგომარეობს შემდეგში. დარტყმები მიიტანა ირანმა ხუვეიძე, ბაჰრეინზე, ყატარზე, საამიროებზე, საუდის არაბეთზე, ომანზეც კი, ომანის ობიექტებიც კი დაიბომბა, როგორც ვრცელდება ინფორმაცია. საერთოდ მთელი არაბული ქვეყნების შემადგენლობა ამა თუ იმ ინტენსივობით მოხვდა რაკეტები. ხო, რა არის მიზეზი? საქმე იმაშია, რომ პირველი ომის დროს ისრაელის მიმართულებით იყო კონცენტრირებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები ამერიკის, არა მხოლოდ ისრაელის, არამედ ამერიკის, მათი რესურსები და როცა რაკეტები ირანის მიმართულებიდან მიფრინავს ისრაელისკენ, მათ შორის გზაში არსებული ამერიკის ბაზების მეშვეობით, ან ისრაელში კონცენტრირებული ამერიკული თავდაცვის მეშვეობითაც აგდებენ, ანადგურებენ ჰაერში ამ სარაკეტო სისტემებს. ამერიკის ავიაცია ამ ირანულ სარაკეტო და სისტემების და დრონების გზაში განადგურებას ცდილობს. ისრაელამდე ჩადის მცირე ნაწილი და შემდეგ ისრაელში მაღალი კონცენტრაცია ამ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების, რომლებიც მათ დიდ ნაწილს ანადგურებენ და სამიზნემდე აღწევს ძალიან ცოტა. ამიტომ შეიძლება ირანს ჰქონდეს ბევრი რაკეტა, მაგრამ ადგილზე კონცენტრაცია დარტყმის არ არის მარტივი, მცირე ნაწილის ხერხდება მხოლოდ და შესაბამისად მოწინააღმდეგეს ეფექტურად ვერ აზიანებს. ამასთანავე ისრაელის мотиваცია რომ რაღაც დარტყმებს თუნდაც სერიოზულს გაუძლოს, არ გაჩერდეს და მაინც გააგრძელოს ირანის დაზიანება იმდენად რომ მისი პოტენციალი მოშალოს არის ძალიან მაღალი. ეს ომი ამ ომის მთავარი мотиваტორი, მთავარი ეს თქო გეოპოლიტიკური ინტერესის მატარებელი არის ცხადია ისრაელი ამერიკასთან ერთად. ისინი ომობენ, ხო? არაბულ ქვეყნებს ამ ომის ინტერესი არ გააჩნიათ. ამიტომ ამ მიმართულებით თუნდაც დარტყმების გატარება პოლიტიკური შედეგის მოტანისთვის, რომ გააჩერებინონ ომი, მით უმეტეს რომ მთავარი დაცვა კონცენტრირებული იქით არის გაცილებით ძნელი. მით უმეტეს ამ მეორე ომის შემთხვევაში ზაფხულის 12 დღიანი ომის გამოცდილების საფუძველზე, როცა ნახა ამერიკა ისრაელმა, რომ მაინც ყველაფრის მიუხედავად ირანმა საკმაოდ ბევრი რაკეტის გატარება მოუხერხა მოწინააღმდეგეს და იქაური ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის გადატვირთვის მეშვეობით ახდენდა მაინც დარტყმების ეფექტურად გარკვეული ეფექტურობით მიყენებას, ამერიკა მთელი არაბული ქვეყნების ბაზებიდან ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მნიშვნელოვანი ნაწილის ისრაელის მიმართულებით გადადისლოცირებით, სადა აი ამ მხარის უფრო ეფექტურად გამაგრება იმისთვის, რომ უფრო დიდი ხნის განმავლობაში შესაძლებელი ყოფილიყო ნაკლები ზიანის მიღებით ბრძოლის გაგრძელება. ანუ გარკვეულწილად მოაშიშლა არაბულ ქვეყნებში არსებული საკუთარი ბაზები და მათი დაცვა ამ ქვეყნების როგორც საკუთარი ბაზების, ისე ამ ქვეყნების ცის დაცვა და საკუთარი პერსონალის მნიშვნელოვანი ნაწილიც ამ ბაზებიდან გაიყვანა, უბრალოდ სხვათა შორის გაიყვანა მათ შორის ახლომდებარე სასტუმროებში. ამიტომ ირანმა, რომელიც უბრალოდ გამოუვალ მდგომარეობაშია, გადაწყვიტა შემდეგ ტაქტიკას მიმართოს. დარტყმები განახორციელოს არა მხოლოდ და პირდაპირ ამ პირველ რიგში ისრაელის მიმართულებით, არამედ დაარტყას არაბულ ქვეყნებსაც, ამერიკის მოკავშირე ქვეყნებს რეგიონში, მოახდინოს იმის დემონსტრაცია, რომ ერთი ამხელა ტერიტორია სულ აქ კონცენტრირებული იყოს, სულ აქედან არ გაეყვანათ საჰაერო თავდაცვა ამერიკელებს, საჰაერო თავდაცვის ნაწილი, სულ ყველაფერი აქ იყოს კონცენტრირებული, ძალიან ძნელია ამ ზომის, ამ ასეთი უზარმაზარი ტერიტორიის ეფექტურად დაცვა. ახლა ისრაელის დაფარვა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების რადიუსით ბევრად ადვილია. ეგ ერთი, მაგრამ მეორე რომ აქ უბრალოდ ნაკლები კონცენტრაციაც ჰქონდათ ამერიკელებს, ამიტომ ამ მიმართულებით გაუშვა ირანმა დარტყმების მთავარი ინტენსივობა იმისთვის, რომ დაეზიანებინა მათ შორის ნავთობწარმოება, შიდა განწყობები და ეკონომიკის დაზიანება მიეღო და იქ ხედავდი ძალიან ცნობილი სასტუმროები მიმდებარე ტერიტორიები, ამ პირდაპირ ეს სასტუმროები იბომბებოდა, სხვათა შორის აი შეგვიძლია ვნახოთ ფოტოც არის, ფოტოებიც არის.
ეს არის დუბაის კადრები, ეს ლეგენდარული დუბაის კუნძული, პალმის კუნძული, ხელოვნური კუნძული, მის გარეთ მიმდებარე ტერიტორიაზე იწვის პერიმეტრი, რამდენიმე დაზიანება აქვს და არაერთი ასეთი ადგილი დაზიანდა და არა მხოლოდ ეს, ბაზების დაზიანება მოხდა, ეს არის კუვეითში ამერიკის სამხედრო ბაზა, მაგალითად ბაჰრეინში ამერიკული ბაზის დაზიანების კადრები არსებობს, მაგალითად ეს არის რაც იყო ბაზა, შემდეგ ამის შემდეგ და იქ არის ზიანდებოდა გადამამუშავებელი საწარმოები, დღეს გამოაცხადეს, რომ ჰორმუზის სრუტე არის სრუტე, რომელიც ატარებს მთელი სოფლიოს ნავთობ ტრანზიტის 20%-ს ეს არის. სპარსეთის ყურეში მდებარეობს ეს სრუტე. ხედავთ და აი ამ სრუტის ჩაკეტვა არის ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური იარაღი ირანის. აქ მოძრაობს მთელი სოფლიოს ნავთობ ტრანზიტის 20% და ასევე თხევადი გაზის მნიშვნელოვანი პროცენტი და შესაბამისად ამას რო კეტავ საწვავის შიმშილი ეწყება მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანას. პირველ რიგში ეს საწვავის ტრანზიტი აზიის ქვეყნებს ურტყავს ტრანზიტის ბლოკირება. ჩინეთია ძალიან დამოკიდებული ამაზე, კიდევ უფრო მეტად სამხრეთ კორეა, იაპონია, ინდოეთია ძალიან დამოკიდებული ამაზე და ზოგადად არის აზიური ქვეყნები, რომლებსაც არა აქვს ნავთობი და ევროპული ქვეყნები, რომლებსაც არა აქვს საკუთარი ნავთობი და ნავთობს ყიდულობენ სხვებისგან, ძალიან დამოკიდებულები არიან ამ ტრანზიტზე, სხვათა შორის ამით მერე ხეირობენ ის მიმართულებები, რომლებსაც ნავთობი აქვთ და არ ჩაეკეტათ ტრანზიტი. სხვათა შორის რუსეთი ფასების ზდაზე კარგად ხეირობს. ხო, და ირანის ტაქტიკა არის ისეთი დარტყმები მიაყენებს არაბულ ქვეყნებს, რომ და იქ დაიწყო უკმაყოფილების გამოხატვა იმ ქვეყნებში, რომ ეს რა ხდება, ჩვენს მოკავშირეები ვართ, საერთოდ არ ვიყავით დაინტერესებული ამ ომში, ჩვენგან გაიტანეს თავდაცვის სისტემები და ამ თავდაცვის სისტემების რესურს ახმარენ ისრაელს, რომელიც ერთადერთი ამერიკასთან ერთადერთი დაინტერესებული მხარეა ამ რეგიონში ამ ომის და ჩვენ რას გვერდჩით, რამე მოახერხეთ ჩვენს ხარჯზე ნუომოთ. ეს არის, ასე ვთქვათ, ირანის ტაქტიკა და ეს ტაქტიკა, ამ ტაქტიკას აქვს მნიშვნელოვანი ეფექტი, იმიტომ რომ ეს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები, ამის რესურსი არ არის ულევი. და ამის რესურსი არ არის ამის რესურსის და შესაძლებლობების გადაჭარბებით წარმოდგენა ხდება ხოლმე ხშირ შემთხვევაში. აი მაგალითად ერთ-ერთი კადრებია, სადაც ირანული რაკეტა მოფრინავს და ამერიკული პატრიოტის სისტემები აქედან ცდილობს ამ ირანული რაკეტის გადაჭრას. მოდი აი ნახოთ ეს კადრები. Come on. Oh, fuck! ხო, ანუ აი ხედავთ, რომ იქ მოფრინავს ერთი რაკეტა და უშვებენ სამ თავდაცვით რაკეტას, რომელმაც ეს უნდა გადაიჭიროს და სამივე ცდება და ირანული რაკეტა ხვდება მიზანს. ანუ ეგ იმას კი არ ნიშნავს, რომ ირანული რაკეტა რა მაგარია. არამედ თვითონ ეს თავდაცვითი ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტები არის ბევრად რთული ტექნოლოგია, ძვირი ტექნოლოგია და ძალიან ბევრად რთული ამოცანის მქონე იარაღია. წარმოიდგინოთ, რომ მოფრინავს ტყვია და ტყვია უნდა გაარტყა ამ ტყვიაში, ხო? ხლა ბევრად ადვილი უყურებ.
ისე ტყვია გააკეთო, რომელიც სტატიურ რაღაც მიზანს მოხვდება, ხო, ვიდრე მეორე ტყვია, რომელიც ამას ჰაერში დაიჭერს. აი დაახლოებით ეგეთი მიზანი აქვს ამერიკულ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს, რომელსაც მნიშვნელოვანი ეფექტურობით კი ასრულებს, ოღონდ ძალიან ძვირი ღირს, ძალიან დეფიციტურია, ბევრს ვერ უშვებენ წლის განმავლობაში და ეხლა ბევრად იაფი მარტივი ტექნოლოგიაა გააკეთო უბრალოდ აი რაკეტა, რომელიც აქედან 500 კილომეტრზე, 1000 კილომეტრზე გაფრინდება და მოედანს მოხვდება, ხო, ამ დიდ შენობას მოხვდება, ამიტომ ირანს აქვს უფრო იაფი სახარჯ მასალას იყენებს, მით უმეტეს დრონებს, რომლებიც საერთოდ რომლებსაც გვახსოვს, რომ აი დაცინვით, როცა ირანმა რუსეთს მიწოდება დაუწყო ამ დრონების დაცინვით ეძახდნენ ჩუსტალიოტებს აქაური ექსპერტები და შემდეგ ეგ არ არის ეგრე, პირიქით ეს დრონები ძალიან იაფი მასალაა, რომელიც რაღაც ადგილს რომ მიუთითებ, იქამდე უნდა ჩაფრინდეს ნელა, მაგრამ მიფრინავს და ნუ გინდა არ გინდა ამის ჩამოსაგდებად შენ გჭირდება იარაღი, რომელიც მასზე უნდა გამოიყენო და ის ბევრად ძვირი ღირს, აი მაგალითად არაერთი ვიდეო დაიდო, აი მაგალითად დრონი რადარს ამერიკულ რადარს ურტყამს ბაზაზე, აი ხედავს. سيارة يا شباب. وسيارة اضرب 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 ხო, აი მაგალითად ეს არის რაღაც $20,000 ირანული დრონი ან ამერიკულ ბაზას ეცემა, ხო, აი ხო, ეს არის რაღაც $20,000 ამერიკული დრონი, რომელსაც აქაური ეგრეთ წოდებული ექსპერტები ჩუსტალიოტებს, ირანულ ჩუსტალიოტებს ეძახდნენ, ოღონდ მისი ეფექტურობა იმაში მდგომარეობს, რომ რაღაც იაფი მასალაა, მოპედების ძრავით აკეთებდნენ პროპელერს, რომელიც 200 კმ/სთ სიჩქარით მიფრინავს, ოღონდ მიაქვს რაღაც 30 კილოიანი ასაფეთქებელი მუხტი, ხო, ჩამოაგდო ცაში რაღაცა 200 კმ-ით მოფრინავს, რაღაცა იარაღი მაინც გჭირდება, რომელიც ბევრად ძვირია ვიდრე ის და ნუ ხედავთ, რომ ეხლა ამერიკულ ბაზებს და რადარებსაც კი აქ-იქ ხდება ეს, და სადაც ვერ ხდება იქ ახარჯინებს ფასეულ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს და ეგ არის ირანის ტაქტიკა.